ფინანსური პრობლემები მაქვს და მაგიტო кайფობ, მაგიტო თამაშობ და მაგიტო სვა. საღამო მშვიდობის მეგობრებო, ხშირია ესეთი მიზეზები დამოკიდებულ ადამიანში, რომ აი მაგიტო кайფობ, არ აქვს მნიშვნელობა სასმელი იქნება, რაღაც სხვა ნარკოტიკი თუ თამაში. აი პრობლემები რო არ მქონდეს, ამას აღარ გავაკეთებდი. მეგობრებო, მოდი მარტივად დავთვალოთ. დღეს მქონდა სხვათა შორის ჩემს მეგობართან ამაზე პოლემიკა, რომ აი მარტივად რო ავიღოთ ყველაზე იაფასიანი რაც არის ნარკოტიკი, ეგრეთ წოდებული ქსინი. ყოველდღიურად დოზისთვის რამდენი უნდა ადამიანს, ხო? 30 ლარი ჭირდება ალბათ, ხო? ჩემ დროს ეგრე იყო, რა ვიცი, ადრე 30 ლარი ყოფნიდა ამ ნარკოტიკზე. თვეში გამოდის რამდენი? 900 ლარი, მეგობრებო. პლუს თამაში დამოკიდებული თუ ხარ და ხშირია შემთხვევები ადამიანი მომხმარებელი, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, თითქმის ყველა თამაშობს, ალბათ ამეთანხმება 95% რაღაცას მაინც თამაშობს ნარკოტიკთან ერთად. პლუს დაუმატე კიდე 30 ლარი ზევით მინიმუმ სლოტების თამაში იქნება, ტოტალიზატორი იქნება. ერთ 30 ლარს აუცილებლად წააგებს. ეს კიდე პლუს 900 ლარი გამოვიდა მეგობრებო 1800 ლარი, ხო? პლუს ლოტოს ბუდკაში ნაყიდი ყავაც აუცილებლად ეგრეთ წოდებული რო გაახსნე ვინოს ნარკოტიკს. ხო ჭირდება 3-დან 5 ლარამდე ყოველდღე. ეს პლუს 150 ლარი. პლუს ყოველდღიურად აფთიაქში ეგრეთ წოდებული პრიჩინდალები და რაღაცეებისთვის კიდე 150 ლარი, 5 ლარი, ეს 300 ლარი ჯამში ყავა და ეს ორივე, ხო, გამოვიდა 2100 ლარი. პლუს ამ საქმეებზე სირბილი, მისვლა, მოსვლა, ტაქსი, არ აქვს მნიშვნელობა მანქანა და ასე შემდეგ. 15 ლარი მაინც გჭირდება, ხო? ეს შენი 450 ლარი. ანუ რამდენი დავთვალეთ, აგერ უცებ მარტივად ყველაზე მინიმალური რაც შეგვეძლო 2500 ლარი დავთვალეთ. მეგობრებო, რაც აი მიდის რაში, ხო, საკუთარი თავის სიკვდილში და განადგურებაში. ამიტომ მეგობრებო, ხანდახან მიზეზია უბრალოდ, რომ აი მე პრობლემები მაქვს და აი მაგიტო თამაშობ. აი ელემენტარული რო შეწყვიტო ეს кайფი თამაში, მინიმალური რაც შენ ჯიბეში გაჩნდება მეგობრებო, აი ეს 2000-2500 ლარია, მინიმალური. და ყველა ადამიანმა, ვინც кайფს თავი დაანება, თამაში თავი დაანება, მაქსიმუმ 6 თვეში, 9 თვეში ყველას შეეცვალა ფინანსური მდგომარეობა და ყველამ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ელემენტარული ჯიბეში ფული გაჩნდა. ამიტომ მეგობრებო, ის რომ იკაიფებ, ის რომ დალევან, ის რომ ითამაშებ, შენი ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება, ჩემზე კარგად იცით, პირიქით გაუარესდება. და თუ შეცვლი ამ ყველაფერს, რა ვიცი, აგერ ერთად დავთვალეთ მარტივად, რომ შესაძლებელია ყველაფრის დალაგება. დიდი მადლობა.